მეგობრებო, დღევანდელ ჩვენს გადაცემას დარწმუნებული ვარ, ყველა ბავშვი უყურებს, ჩვენი მეგობრებიც უყურებენ და ყველა რეზო, რადგან სტუმრად მოვიდნენ რეზო და ბავშვები. აპლოდისმენტები, შევეგებო. მოგესალმებით, მეგობრებო. ისევ მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. ხალი მარტო ჩემთვის არის. მარტო ჩემთვის არის. და ლელოსთვის ცოტა. ვინმე სხვა არ გინდა, ბავშვები. ბავშვები, ახლა ისე წყალი ბავშვის არის. შევთავაზეთ რა, ისე როგორ შევთავაზეთ? მომენტი ვიჯო. წყალი უმცროსის არის, როცა უფროს არ სწორია, ასე მეუბნებოდნენ მე და არ ვიცი, არ მახსოვს, მოკლედ სინამდვილე რა იყო. და თან მაგარი ამბით ხართ მოსული. თუმცა სანამ ამბავს შევეხებით, როგორ ხართ, რა შვებით, როგორ არიან ბავშვები, რეზო როგორ არის, მოგვიყევით. კარგად ვართ, რეზო კარგად არის და ბავშვებიც როგორც ხედა უკვე დიდები არიან და ამიტომ ვიგეგმებით რომ გავაკეთოთ ძალიან კარგი კონცერტი რეზო და დიდი ბავშვების შესრულებით. რეზო და დიდი ბავშვების შესრულებით, მაგაზე ვიტყვი. იმიტომ რომ ჩვენ ვეღარ ვიტყუებით უკვე რომ ბავშვები აღარ გამოდის ეგრე რა. ხო, ბავშვები ვეღარ ვიმალეთ. გაკაჩეთ. ამ ციცრუეში რომ ბავშვები ხართ, რომ გაკაჩეთ. 9 წელი ვაცხოვრეთ, 9 წელი. მაგარი ამბავი იგეგმება. აყურებელს ვეთქვი რომ 15 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგობრებო რეზო და ბავშვების კონცერტი გაიმართება. კი ბატონო, მეცაც. შეგვიძლია დავსვდეთ, ძალიან მაგარი კონცერტი იქნება, დარწმუნებული ვარ. ესე იგი თქვენთვის ძალიან ბევრი ცნობილი ჰიტი, თქვენთვის ბევრი უცნობი სიმღერა, რომელიც შემდგომ გახიტდება თქვენთვის მოგეწონებათ. საოცარი დადგმები, მოკლედ არაჩვეულებრივი გაფორმება, იქ ერისიონი იქნება როგორც ვიცი სცენაზე ამავდროულად. მოკლედ ძალიან კარგი განწყობა, ბევრი სიყვარული და არ დაგიტოვე არაფერი, ნახე ყველაფერი გამოვაცხადე, ხო? ხო, მაგრამ ამ ყველა გამოცხადებას თითო ბილეთი ემატება ჩემი ძმა, ხო და რაღაცე არა, ხო და შესაბამისად, ნუ მოკლედ, რა თქმა უნდა, ხუმრობის გარეშე ძალიან მაგარი საღამოგელით და 15 მაისს ყველანი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და თუ რამე დავაკელი, შენ თქვი ძმაო? არაფერი, მე მგონი ძალიან ამომწურავი იყავი და ჩვენ რა თქმა უნდა ხელსარიელები არ მოსულ ვარ, შენთან ჩვენ მოვიყვანეთ იუა, რომელსაც აქვს ბილეთები და მოსაწყობები და მაშინ თქვენთან დავავთავრეთ სტუმრობა იუა მომზადეთ შეიძლება. თელ შემოქმედებით ჯგუფს გეპატიჟებით, მინდა რომ ერთად ვიყოთ მეგობრები და ერთმანეთი გავამხნევოთ დარბაზიდანაც, სცენიდანაც, თან იქნება ორიგინალური კონცერტი. არა მარტო სცენაზე იქნებიან სტუმრები, არამედ გვეყოლება დარბაზის სტუმრების ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო შემადგენლობა და ვაპირებთ რომ კომუნიკაცია იყოს მაქსიმალურად დამყარებული სცენასთან და დარბაზს შორის და ამ პრინციპით მუშაობთ. გამოგდით ძალიან კარგად. იმედი მაქვს რომ გიხილავთ თქვენ ბატონო გიორგი, თქვენი მეგობრებით. აუცილებლად იქ ვიქნებით წარმოდგენილი ყველა. ლელო იქნება. გიორგი აბუნიას მიიღებს მონაწილეობას ვიფასტელი. ეგრევე ნახე კი ლელო იქნება. სამი ბილეთი გავყიდე. ლელო იქნება. მაყურებელი კონცერტზე ანსამბლ ერისიონის ქორეოგრაფიულ პერფორმანსსაც იხილავს, ხო მასეა? დიახ, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს რეზო და ბავშვები და ერისიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი ისეთი სიმღერა, რომელშიც აუცილებელი იყო ქართული ცეკვების ქორეოგრაფიული პერფორმანსი და დიდი მადლობა ერისიონს, რომელიც მეგობრულად აი ესე დავთანხმდა. ჩვენს მოვიკითხავთ ჩვენს მეგობარ არაჩვეულებრივი ანსამბლი, საამაყო ქართველები და გვიხარია რომ ესეთ ადამიანებთან ერთად ესეთ შემადგენლობით წავსდგებით. ნუ პატივია ნამდვილად. ეს ორი სიმღერა იქნება ჟოზე საჭარული და მეორე იქნება ნონა გაფრინდაშვილი, ესე ქვია ჩვენს ერთ-ერთ სიმღერას. ქალბატონი ნონა იქნება ჩვენი სტუმარი, როგორც გითხარით. მაგარი ამბავია. კა, ყველაფერს ნუ მომიყვებით თორე, ხო უნდა ვნახო რაღაც ახალი, რაც არ ვიცი და ნუ ყვები. ახალი სიმღერები შესრულდება რა გიგო რა იყო? ეს ვიცი მომიყვა რეზო გვერდზე რო ვეუნები ჩემს. ხო და მოკლედ ესე იგი ერისიონი რადგან იქნება, ერისიონიც ახლა ხვდები როგორ აპირებ გაფრენას. და კონცერტის მერე დარწმუნებული ვარ ბევრი იტყვის, ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებიან თქო, ხო? მე თქვენი ანსამბლის წევრების ფრენას მინახავს, მაგრამ ეგეთი პრეტენზიები არ გვაქვს, რომ ეგრე გავფრინდეთ. და პატარაზე ახვტებით. ფრენი დიფრინა აგერ ჩემო ბარბარემ განაცვალე და მერე ღამის შოუს ბენდმაც იფრინა, ახლა თქვენი ფრენთ და მოკლედ ასე ფრენაში ვიყოთ ერთად და გავდა. მე არ შემიძლია რომ მადლობა არ უთხრა ქალაქ თბილისის მერიას, რომელმაც ძალიან დაგვიჭირა მხარი აგრეთვე კულტურის სამინისტროს. ესეთი გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატი ღოლეჯაშვილი და ნატალია კვანტალიანი, რომელსაც აუცილებლად მადლობა უნდა უთხრათ. ადამიანები, რომლებმაც აი ესე უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ჩვენ კონცერტში შეიტანონ წვლილი და ის პერფორმანსები, რომელიც იქ შესრულდება, ასე ვთქვათ, დააფინანსეს და ხალხიც არსებობს. ასეთი რატი და ნატალიაც არსებობს. დიახ, თუმცა კეთილი ადამიანებიც არსებობენ ამ ქვეყანაში, ამიტომ არ დაკარგოთ ადამიანების იმედი არ არის. ნამდვილად. ესე იგი,
ასე რომ კიდე ფილარმონიას და ფილარმონიაში მინდა კონცერტი, მანამდე რეპეტიცია გჭირდება. გაიარი აგერ რეპეტიცია ჩვენთან უნდა და შევარდი მე. ტრამპლინია, რეზო, რა გჭირს? მე გემშვიდობებით მეგობრებო და რეზო და ბავშვების სიმღერას გიტოვებთ სახელწოდებით ნონა გაფრინდაშვილი. ხო.